დააკავეს 5 პირი, რომლებიც სუსის მტკიცებით უფასო სასადილოებიდან 3,5 მილიონ ლარზე მეც თაღლითურად დაეუფლნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 2023-2026 წლებში შეპესი ალადაშვილი ენტქოსა და ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის ჯამში 26,513,573 ლარის 12 ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას შეეხებოდა. სუსის თანახმად შეპესე ალადაშვილი ენტქოს დირექტორმა 22 სასადილოდან 4 გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად ქვეკონტრაქტორ კომპანიებს გიც, ბადეს და ალიონს გადასცა. დინარაძის უწყება ამტკიცებს, რომ ისინი 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 14,451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ და ნაკის რვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდნენ. დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი. სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და კომპანიის 1 თანამშრომელი. შეპესი ალადაშვილი და კომპანიის დირექტორი აღნიშნულ კომპანიებთან ერთად ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 14,451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკის ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით გამგეობებიდან მიღებული 18,909,104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 3,529,000 ლარს. აქვე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს. კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.